გამარჯობა, მე ანა ვარ ლოლექს სოლიციტორიდან და დღეს გესაუბრებით სასამართლო დავებში არსებულ 10 წლიან პროგნოზზე. ეს კი ასე გამოიყურება. 10 წელში ყველაზე დიდი დავები ნავთობზე, გაზზე ან მშენებლობაზე აღარ იქნება. ისინი მონაცემებზე გადავა, ალგორითმების საკუთრება, ხელოვნური ინტელექტის არასწორი გამოყენება, მოპარული ციფრული იდენტობები. სწორედ აქ იქნება მილიარდები. ადვოკატებს უკვე უნახავთ თუ როგორ ებრძვის სასამართლო კრიპტოსა და NFT-ებს. მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ AI-ის მიერ შექმნილი მტკიცებულებები. ასევე წარმოიდგინეთ ხელშეკრულებები, რომლებსაც მანქანები წერენ და აწერენ ხელს. წარმოიდგინეთ დავა, სადაც მოწმე ადამიანი აღარ არის. კანონი ხშირად ტექნოლოგიას 10 წლით ჩამოჩება. ამიტომ დღევანდელმა იურისტებმა უნდა იფიქრონ ისე, როგორც მოსამართლეებმა. ყურადღებით ადევნეთ თვალი მომდევნო 10 წლეულის სასამართლო ბრძოლებს და ციფრულ ომებს.